საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამზადისშია. წინასაარჩევნო კამპანია დასასრულს უახლოვდება და მომავალ შაბათს ამომრჩეველი თავის ნებას გამოხატავს. მმართველი პარტია სრულ მზადყოფნაშია და მორიგი ტრიუმფალური გამარჯვებისთვის ემზადება. ოპოზიციური პარტიები კი რეკორდულად ჩამორჩებიან საარჩევნო პროცესს. პოლიტიკური კრიზისი, ურთიერთმდობის ნაკლებობა და სუსტი რეგიონული მხარდაჭერა გახდა მიზეზი იმისა, რომ უმეტეს რეგიონებში კანდიდატები საერთოდ აღარ ჰყავთ. რა ხდება ჭეშმარიტად ევროპული ღირებულებების უძველეს ქალაქში, ქუთაისში? ყველა არსებული კვლევის და საზოგადოებრივი განწყობის მიხედვით, მმართველი გუნდის კანდიდატის მხარდაჭერა აქ რეკორდულად მაღალია. მერის პოსტის დასაკავებლად დავით ერემეიშვილი იბრძვის დიდი გამოცდილების მქონე საჯარო მოხელე მერის მოადგილის ამპულაში. კარგად ნაცნობი ქუთაისელებისთვის. ნახეთ ელენე ცინცაძის რეპორტაჟი ჩემი მშობლიური ქუთაისიდან. მერობის კანდიდატს ვკითხეთ, როგორია მისი თვალით დანახული ქალაქი, სადაც წარადგინეს. ქუთაისი არის ჩემი ბავშვობის ქალაქი, სადაც დავიბადე, გავიზარდე. ქალაქი, რომელიც მთელი მისი არსებობის პერიოდში მხოლოდ აფრქვევს სიყვარულს, აფრქვევს ურთიერთობას და მეგობრობას. ალბათ ქუთაისი ჩემთვის არის ყველაფერი. თურმე ამ ადგილს საოცარი მიზიდულობის ძალა ჰქონია და სადაც არ უნდა წავიდეს ქუთაისელი, ადრე თუ გვიან საკუთარ ქალაქს მაინც უბრუნდება. ქუთაისში დაბადებული კაცი, ქუთაისში გაზრდილი ადამიანი არ ფიქრობს, რომ სხვა ქალაქში გადავიდეს და სხვა ქალაქში იცხოვროს. ასე მოხდა მის შემთხვევაშიც, სხვა ქალაქში, სხვა ქვეყანაში ცხოვრების შანსიც და პერსპექტივაც ბევრჯერ ჰქონდა, თუმცა გული ყოველთვის მაინც ქუთაისისკენ მოუწევდა. დღეს მერის მოვალეობის შემსრულებელია და პირველად იბრძვის მერობისთვის. გამარჯობა, კარგად. იმედი ხართ, რო იცოდეთ. დიდი მადლობა. დიდი მეც ვამყარეთ. 90% შენი. დიდი მადლობა, გაიხარ. ის 10% სადმე იდის. დიდი მადლობა. გაიხარ, დიდი მადლობა. როგორ ახ? კიდე კაი, ვალე კანდიდატურა რო არ დააყენე, ხო? მერობას. ვიცი, უკვე რაც უნდა გავაკეთო, ვიცი. ყოველთვის ვისმენ მათგან წამოსულ პრობლემებს, ვიზიარებენ მათ შეხედულებას, ქალაქში სად რა პრობლემა არის, სად რა უნდა გაკეთდეს. მის დატვირთულ დღისგან რიგში ყოველთვის არის დრო ხალხისთვის და რა თქმა უნდა ქუჩაში ფეხით გავლისთვის. ქუთაისს უყვარს მოსმენა თქვა ვახსენე და ამას მიტოგეუნებით, რომ თუ მოქალაქეებთან ახლოს არ ახარ და არ გესმის მათი ენა, მათი საუბარი, მაშინ სხვაგვარად ქალაქში პირველი პირობა ძალიან ძნელი არის, თუმეტეს ქუთაისში. ნელ-ნელა იმ ადგილსაც მიუახლოვდით, სადაც დაიბადა. აქ განსაკუთრებული მოგონებებია. ჩემს ბავშვობაში მემორიალს ეძახოდნენ, ძირძველი ქუთაისლები ცხოვრობდნენ სუიმბინაში. შვიდი ცხოვრება იყო, არა მტრობა, არა შუღლი, არა ცუდი განწყობა ერთმანეთის მიმართ და ეს ყველაფერი დაილექა იმ ჩემს წლებში. მამა ინჟინერი, დედა მასწავლებელი, თავად კარგი მოსწავლე იყო. შემდეგ ერემეიშვილების ოჯახი განაწილებით სამხედრო ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. სამხედროების გარემოცვაში იზრდებოდა და არჩევანიც სამხედრო სასწავლებელზე გააკეთა. მე გადავწყვიტე, რომ თბილისში მესელიძის სახელობის სამხედრო სკოლაში გამიგრძელებია სწავლა. ერთ-ერთი სერიოზული წინააღმდეგობა მაშინ მივიღე, როდესაც ჩემი არჩევანი გავამდე ჩემს შოულებს. დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში მამა მელოდებოდა ჭიშკართან, თუ ვინმე რაიმე ბარიერს ვერ გადალახავდა, ბავშვებს ემშვიდობებოდნენ უბრალოდ და შაბათ-კვირას იყო ყოველთვის ესეთ ბავშვების გამოცდილება. და 3 კვირის მერე დაიღალა და ჩაუქნევია ხელი და უთქვია, რომ ეს აღარ არის ქუთაისში დამბრუნებელი და მაშინდე გავაგრძელე სწავლა. მერე იყო ქუთაისის ინსტიტუტი, ეკონომიკის ფაკულტეტი და ბათუმის უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობა. 18 წლიდან მუშაობდა. დაცვის თანამშრომლის პოზიციით დაიწყო. იყო არაერთი საპასუხისმგებლო თანამდებობა ჯერ საჯარო, შემდეგ კერძო სექტორში. რაც მთავარია, არასდროს ჩერდებოდა და კარიერასაც ყოველთვის დასავლეთ საქართველოს უკავშირებდა. იმ წლებშიც, როცა ყველაზე ძალიან მიჭირდა და ძალიან პრობლემატური წლები იყო ჩემს ცხოვრებაში, იმ წლებშიც ჩემი მეგობრები იდგა ყოველთვის ჩემ გვერდით და ქუთაისს ეს ახასიათებს. და არის თემა, რომელზეც საუბარი უჭირს. არ გინდა. ძიმია. კამერის გარეშე მოგიყვები და ის ძიმია.
მისი სიყვარულის ისტორია და ისიც ქუთაისს უკავშირდება. 18 წლის იყო, როცა ქუთაისში მომავალი მეუღლე გაიცნო. 3 შვილი, ოჯახი, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა და როცა თითქოს ყველაფერი კარგად იყო, ქეთის უმძიმესი დაავადება დაუდგინდა. ერთ კარგ ფილმს გადაიღებდა ალბათ ადამიანი, იმიტომ რომ იმ პერიოდში ლეგენდები დადიოდა ქეთის და დათოს სიყვარულზე. დავითიც აბსოლუტურად ჩართული იყო ყველაფერში. ყველა, ანალიზი, ყვება, წამალი. ბევრი ეცადა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლო. დღესაც კი მუქი ფერის ტანსაცმლით მოძრაობს რა, ასე რომ ვთქვათ. ჩემთვის ესეც ძალიან დასაფასებელია. მაშინ მიხვდა, რომ შვილებისთვის მაგალითიც და მოტივაციაც თავად უნდა ყოფილიყო. და დედაც და მამის როლიც მან აიღო ჩვენთან მიმართებაში. ის ყოველთვის იყო ჩვენი ძლიერი ფარი, ანუ ზურგი. მან შეძლო ის, რომ ჩვენ არ დავეცით პირიქით სამივე შვილს მოგცა მოტივაცია სწავლის, განათლების, განვითარების და კიდევ მამამ თავის შვილებს ქუთაისის სიყვარული ასწავლა. განათლებაში არ ჩავრევი ვარ, თვითონ გადაწყვიტეს, ვისაც რა უნდოდა და მიხარია, რომ ანამაც და ინამაც დაამთავრეს თბილისში, იქ მიიღეს განათლება და შემდეგ თავიანთ ქალაქს დაუბრუნდნენ. დღეს მისი დიდი ოჯახი წინა საარჩევნო კამპანიაშია ჩართული. მამა ზურგს უმაგრებენ და მასაც შვილებზე დაუსრულებლად შეუძლია ისაუბროს. სვათანა გოგოც აი წლის ბოლოს უკვე ბავშველოდება და ვიცით რომ პატარა გოგო გვეყოლება კიდე და ჩვენს გვარში იშვიათობა იყო გოგონები, მაგრამ ჩემო შვილებმა მომცეს იმის საშუალება, რომ გოგონებს მისდიან და არ მანატრებენ გოგოს მოფერების თავს. გოგონები ოჯახებთან ერთად ქუთაისში ცხოვრობენ. დათი თბილისში სწავლობს და მამას იმედი აქვს, რომ სწავლის დასრულების შემდეგ საკუთარი ცოდნით ამ ქალაქს გამოადგება. საავიაციო უნივერსიტეტში სწავლობს ნავიგაციის განხრით და იმის იმედიც აქვს, რომ როდესაც დაამთავრებს და წარმატებით დაამთავრებს, აქვე ჩვენთან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ალბათ მოუწევს სამსახური და ისიც ქუთაისს დაუბრუნდება. კიდევ არის მისი დიდი სამეგობრო, რომელიც ყოველთვის გვერდში უდგას. მე ყოველთვის ვძნობ მათ გვერდით დგომას. და რა თქმა უნდა, ქუთაისური იუმორით და სიმღერით. მოგარეთ, ყურინო თქვენ მერობის კანდიდატად ყოფილიყავთ დასახელებული და ესე გამოდის, ბატონო თემურ, ესე გამოდის. ძალიან სარგეია. ეგ თითეული თქვენთაგანის დამსახურება არის. შენიერო ქუთაისო სარდოდა სამაისო გამარჯობათ. ბევრი თავისუფალი დრო არ აქვს. აღმაშენებლის ქუჩის მცხოვრებლები შეხვედრაზე ელოდებიან. 2019 წლიდან მერიაში მუშაობს. ორჯერ იყო მერის მოვალეობის შემსრულებელი. ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრა შეძლო. რიონის დამცავი ჯებირები მოეწყო უსერიოზულესი სამუშაოები განხორციელდა. უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მოგვიწია ესეთ ქუჩებზე გზების შეყვანა, სადაც წლები არ არსებობდა. საქართველოში მხოლოდ არა, ევროპაშიც ერთ-ერთი მშვენიერი ოლიმპიური სტანდარტების აუზი გვაქვს. თუმცა წინ ბევრი გეგმა და იდეაა, რომელიც 4 წელიწადში უნდა მოასწროს. ამბობს, რომ ქუთაისელებთან ერთად ყველაფერს შეძლებს. მე ერთი ლამაზი აგურის დადება შემეძლია ამ ქალაქისათვის, რისთვისაც ალბათ მთელი ეს მე-7 წელია უკვე რაც მერიაში ვსახურობ, ვიბრძვი ამ ქალაქისათვის და ვცდილობ, რომ ამ ქალაქს დაუბრუნო ის სილამაზე, რაც მთელი ამ წლების განმავლობაში მოყვებოდა.